ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სამთო სათხილამურო კურორტები სრული დატვირთვით მუშაობენ, საგრძნობლად არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობაც. მარიამ პუღაძე ამბობთ. დამწყებ მოყვარულ თუ პროფესიონალ მოთხილამურეებს მთის კურორტებზე ელოდებიან, რომლებიც უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. აქ თქვენ სხვა სირთულის ტრასები დაგხვდებათ, შეძლებთ თქვენთვის ასურველი აქტივობით დაკავდეთ და საუკეთესო მოგონებები შეაგროვოთ. 2025 წლის ზამთრის სეზონს გუდაური ახალი სათხილამურო ტრასით ხვდება. დამატებით 4 კილომეტრიანი სასრიალო გზა დატვირთულ დღეებში რიგების პრობლემას მოაგვარებს. სერვისმა, რომელსაც გუდაური დამსვენებლებს თავაზობს, საერთაშორისო მოგზაურების ყურადღება უკვე მიიპყრო. ჩვენ ავსტრალიიდან ჩამოვედით, ძალიან ბევრი კარგი რამ მქონდა საქართველოზე მოსმენელი. ჩვენთვის საქართველო ახალი და განსხვავებულია, ძალიან კარგი სასრიალო ტრასაა, იდეალური თოვლით. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ გუდაური, იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან კარგი ადგილია. ის ევროპაში პოპულარობით სარგებლობს და შედარებით იაფია. კენიიდან ვარ, აქ სასიამოვნო ხალხია, ძალიან მომწონს სათხილამურო ტრასა. კარგი ტრასებია და მომსახურებაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს პატრულიც დადის, ანუ ეს თოვლის პატრული და მობილიზებულია კიდევ სასწრაფო დახმარება. გუდაურში ყველაფერია იმისთვის, რათა დასვენება სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო იყოს. მთელი დღის განმავლობაში სათხილამურო ტრასების მონიტორინგი ტარდება. მოთხილამურეების უსაფრთხოებაზე კი მაშველები ზრუნავენ. მაშველები ყოველთვის დადიან, ყოველთვის ეს პატრული აკონტროლებს ხოლმე ტრასებზე, რომ რაღაც ის არ იყოს სიმთვრალე და რაღაც ეგეთისები რა. ყოველთვის კონტროლდება. სამთო სათხილამურო კურორტი ამ სეზონზე განსაკუთრებით დატვირთულია, როგორც მომსახურების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ. ტურისტების ნაკადი გაზრდილია და სასტუმროები თითქმის 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ. ახალი წლის პერიოდი იყო ძალიან კარგი, ფაქტიურად სასტუმრო 100%-იანი დატვირთვით იმუშავა. თებერვალის შაშანდერ წერს უკვე გაუტოლდა და ჯერ წინ არის კიდევ ბევრი დიდი დრო, დარწმუნებული ვართ, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო დიდი იქნება. იანვარის შესაბამისად და არის ყველა მიმართულებით. 56% იყო შარშან დატვირთულობა 13-დან დღევანდელ რიცხვამდე და დღეის მონაცემებით 99% გვაქვს დატვირთვა. წინასწარი ჯავშნები დაახლოებით თებერვალში არის სადღაც 55% და ველოდებით, რომ ესეც უნდა სადღაც 90-ზე ზევით გადავიდეს. სეზონს სიახლეებით შეხვდა ბაკურიანიც. კურორტს ახალი 3 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა შეემატა, რაც დამსვენებლებისთვის დამატებითი კომფორტია. ძალიან ბევრი ტრასა არის ნაკლებად, ვინც იცის იმათთვის, ვინც კარგად იცის იმათთვის, ძალიან ბევრი ტრასებია და ძალიან კაია რა. არ დადეგებზე სასრიალოს და დასასვენებლად ეს ადგილი ავირჩიეთ, აქ ყოფნა ძალიან მოგწონს. ახალი სეზონი ბაკურიანში ტურისტებისა და ადგილობრივების სიმრავლით გამოირჩევა. გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა. კურორტი საკმაოდ დატვირთულია, მათ შორის ჩვენი სასტუმროც სრულად დატვირთულია დაახლოებით 15 იანვრის პერიოდამდე. დეკემბერთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გასულ წელს საგრძნობლად ვაჯობეთ, რაც შეეხება სამომავლო ჯავშნებს, ტენდენციები საკმაოდ კარგია. სეზონის სრული დატვირთვით მიმდინარეობს, თქვენ თვითონაც ატყობთ, ძალიან ბევრი ხალხი არის ჩამოსული. ჩვენ არა მხოლოდ სასტუმროდან გადმოსახედით გეუბნებით, არამედ ზოგადად 7 აპარტამენტი გვაქვს, კიდევ აპარტამენტების კომპლექსი და ყველგან თითქმის ესეთი სიტუაცია არის და გადატვირთულობა არის. ყველა ტრასა მუშაობს, ღამის სრიალიც არის, თოვლი თვითონ დაბაში არ არის, მაგრამ ტრასები არის ძალიან სრულყოფილა და სრულფასოვნად გათოვლიანებული, პარკი ფუნქციონირებს და იქაც უამრავი დამსვენებელია. მსგავსი რაოდენობის დამსვენებელი ბაკურიანს არ ახსოვს. საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების ტურისტული პოტენციალი და ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება, რაც სეზონის ბოლოს შესაბამისი რიცხობრივი მონაცემებით დასტურდება. მიმდინარე ზამთრის სეზონზე ჩვენი ქვეყანა რამდენიმე პრესტიჟულ ტურნირს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.